ირინი აღაპიშვილი, ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი შემოგვიერთდა ჩვენი მეგობარი და უკვე ოჯახის წევრი შეიძლება ითქვას. დღეს ძალიან საინტერესო თემაა. ცოტა შეზღუდული ვართ დროში და ისეთ თემა გვაქვს თან, რომ სიმდიდრის ფორმულაზე უნდა ვილაპარაკოთ და ამიტომ დაგიწყოთ დროს და ახავთ. არა უშავს დილამშვიდობისა პირველ რიგში როგორ ხარ დილამშვიდობისა მაყურებელო. მოკლედ მართლა საინტერესო თემა არის და გამოსადეგი რაც თავარია და დავარქვათ ისე ვიფიქრე რომ ეს ცოტა ლამაზი სახელი რომ მოვუფიქრო და სიმდიდრის მარტივი არითმეტიკა. იმიტომ რომ სიმარტივიზე უნდა ვისაუბროთ დღეს და რახან შეზღუდულები ვართ ცოტა დროში, უცებ გადავიდეთ საქმეზე. ხო სწორია? კი, აუცილებლად. ერთ-ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ ყველა. გავშიფროთ, თქვენი სახელები გავშიფროთ, უცებ. რო გავაკეთოთ. საინტერესო იქნება მე მგონი. თინა და თაკო, კი ბატონო. პირველ რიგში იმ მეთოდზე მინდა 1-2 სიტყვა გითხრათ, რომელსაც დღეს გამოვიყენებთ, არის უნივერსალური მეთოდი და გამახსენდა რატო. შესაბამისობაში მოდის ციფრი თვითონ და 100, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ქართულ ამბაზე საუბარი, ოღონდ რატო მაგალითად 9 ციფრი უნდა გამოვიყენო და არა 10, 11 და ასე შემდეგ და დღეს გამოვიყენებ ზუსტად 9-ს. იმიტომ რომ 2024 წლიდან მოდის და უკვე სრულყოფილად შემოდის ასე თქვა თავის ძალაში ეგრეთ წოდებული მე-9 პერიოდი. ეს ჩინური მეტაფიზიკის გადმოსახედიდან როგორც ყოველთვის ვამბობ ამას და ეგ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს გარკვეულ ძალას, რომელიც გვასწავლის ამა თუ იმ მიმართულებით როგორ უნდა მოვიქცეთ და დღეს რა თქმა უნდა გვაინტერესებს ის ნაბიჯები რომლებიც მოგვიყვანს იქამდე რომ გავმდიდრდეთ ელემენტარულად და ეს სიუხვე შევიგრძნოთ და რეალურად შემოვიდეს. მოკლედ რას ვაკეთებ? აი ესე გავშიფროთ, გავწეროთ უпростоრად ჩვენი ამბანი 33-100 გერა ხო არის ჩვენთან და შესაბამისად პირველიდან 9-მდე მივანიჭოთ ნუმერაცია. და გავშიფროთ ჩვენი სახელები ამის მიხედვით. შემდგომ გეტყვით რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამასთან ერთად, ეხავე გეტყვით, ამასთან ერთად დაგჭირდება დაბადების თარიღი. 24 ჩაინიშნე 24 05 არ გვინდა 24 პირველი ციფრი გვინდა მხოლოდ 24 და სახელი. არა, არ გვინდა, ამიტომ თქვი უნივერსალური მეთოდია და არ გჭირდება. და ამ შემთხვევაში რომლით დავიწყოთ? მოდი თინათი დავიწყოთ. კი ბატონო. რა გჭირდება? მათხოვე კავისტარი? თინა ვეძებ შესაბამისობაში 100 T, I, N და A რომელ ციფრთან მოდის. მოდით ერთად შევხედოთ. მაგალითად, ესე ჩანს? ალბათ კი. დავჭდები ესე. თინა გვინდა, კი ბატონო, კალკულატორი არ გვინდა ისე ვიზავთ იმედია. თინა 8-იანი, I 9, 17 ხო არის? N სად არის ჩვენი N? მიშველეთ 4, ანუ 17 და 4 21 და A 22. აი აქ ხო, რისი თქვა მინდოდა? აი აქ მაგალითი მოყვანილი ნიცა პირობითად იყო აღებული ნიცა და თარიღი დაბადების იყო 30. გჭირდება ჯამი. უფრო დასავლურისკენ მივდივართ, ვიდრე აღმოსავლურისკენ, რაღაცა შერწყმა უნივერსალური, იმიტომ რომ დღესდღეობით ტრანსფორმაციას განიცდის ყველაფერი აბსოლუტურად და აი ამ მაგალითში 3 და 0 ჯამში შეადგენს 3-ს და ნიცას თუ ვშიფრავთ, გამოდის 23. შესაბამისად 23 ისიც უნდა ჩავიყვანო ჩვეულებრივ ციფრამდე გავშალოთ აუცილებლად 5 და საბოლოო ჯამში 3 + 5 უდრის 8-ს. რატომ ვამბობ? საერთო ციფრი უნდა გამოვიყვანოთ და რატომ გამოვახვილე ყურადღება კონკრეტულად აი ამაზე? იმიტომ რომ გამონაკლის შეადგენს 2 ციფრი, 11 და 22. ამ შემთხვევაში 22. ეს არის ის ადამიანები და რისთვის გჭირდება ეს ციფრი? იმისთვის რომ ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ და რაც თავარია ვიცოდეთ როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის რომ მივაღწიოთ მიზანს და რეალურად სიმდიდრეზე თუ არის საუბარი და დღეს სიმდიდრის მარტივი არითმეტიკა არის და როგორ მივაღწიოთ ამ სიმდიდრეს. 11 და 22 არის გამონაკლისი ადამიანები რომელიც ძალიან დაბადებულია კი 11 და 22 რიცხვის ქვეშ ანუ ამ თარიღში გარკვეულ როგორ გითხრათ ენერგიას ფლობენ კიდევაც აი ზეციური ხო არის რაღაცა გაწერილი რომელსაც ვერ ცვლი და ფულის მიმართულებითაც საკმაოდ მარტივად აღწევენ თავის მიზნებს მაგრამ ეგ არ არის მთავარი ფულის მიღმა კიდე არის რაღაცა რისთვისაც ეს ადამიანები არიან მოსულები ამ დედამიწაზე. აი ეს არის ძირითადი მართლა, ძირითადი ლეიტმოტივი იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი 11-ში ან 22-ში არის დაბადებული. ახლა გავშიფროთ 24 იყო. კი, მე გამოვითვალე უკვე 8-იანი, 1-იანი, 9-იანი, 1-იანი და 4-იანი. ახლა გადასარევი, რა არის ჯამი რა გამოდის მითხარი თუ შე 23 და მე მგონი 8 მერე. 8, კი, 5
23 და 5, 5 აქეთ გვაქვს და თარიღი 24 24, ანუ 6 და 5 11. დაწასწარები, უნდა ჩავიფიქროთ სურვილი. შენ დაბადების თარიღი არ მიგვიმატებია. არა, იმიტომ რომ პრინციპში შეგვიძლია არ დავთვალოთ, იმიტომ რომ 11 და 22 რო გამოდის, მაგრამ აქ მაინც მივხვდი რომ 11-ისკენ მივდიოდი და ვიფიქრე გადავამოწმოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან იშვიათობაა, იმიტომ რომ ჩემიც 22-ია ხალხობა. ჩაარტყით მეც ჩავატყით, რომ ჩემი 22-ია. შესაბამისად, კი, ძალიან მაგარია, მაგრამ მაინც ასე რომ ვიზეიმეთ კარგად, უფრო მარტივად რო იყოს მაყურებლისთვისაც და შემდეგში იმედია რომ გვექნება დრო გავშიფროთ აუცილებლად. უმარტივესია, დავდებთ Facebook-ზე და საიტზე აუცილებლად, შიფრავთ ციფრი გვინდა, საბოლოო ჯამი, თარიღის და სახელის. ხო, სახელზე გოგოებსაც ვკითხე, სანამ დაიწყო ეთერი, სახელი ის კი არა, რომელიც პასპორტში ან საბუთებში გვაქვს გაწერილი. არა, ყოველ დღიურობაში რასაც გეძახიან. აი ეს არის ზუსტად ის, იცით რას უძახიან მაგას, ამ სიმდიდრის, ან ნებისმიერი რაღაცა, როცა ენერგოველზე გვაქვს საუბარი, საუბრობთ ეგრეთ წოდებულ ეგრეგორზე. ეგრეგორი ტერმინია, რომელიც პირველად გიუგომ გამოიყენა თავის ნაწარმოებში და მოდის ბერძნული ენიდან და რას ნიშნავს? ნიშნავს არაფიზიკურ რაობას, არსს, რაღაცნაირს, რომელსაც აქვს თავისი ენერგოველი. შესაბამისად, ენერგოველთან რომ მუშაობს, სხვანაირად აღიქვა ყველაფერს და შედეგი ციდება. და თუ გვაქვს დრო, 1-2 სიტყვით შემიძლია ამასაც მინდა გადავაბა აუცილებლად, იმიტომ რომ მარტო ციფრი და მარტო აი ეს რაღაცა ამულეტი სიმდიდრის ვერ იმუშავებს თუ შენ არ ხარ ჩართული. შემდეგისთვის გადავდოთ. დავშალოთ ყველაფერი. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, უფრო მეტი ვისაუბროთ, რა თქმა უნდა. მე მგონი რაღაცა ასე თუ ისე მიმოვიხილეთ და ჩვენი მაყურებლისთვისაც გასაგები არის. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ყველაფერი დიდი მადლობა თქვენი სტუმრობა. დაიხარეთ. საინტერესო ამბებს ვიგებთ ყოველთვის.